დღეს ახალი სტილით 17 ოქტომბერს. წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე ევდემოს კათოლიკოსს, წმინდა მღვდელმოწამე იეროთევს, ათენელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს გაიოს, ფავსტოსის, ევსევის და ქერიმოს, წმინდა მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლინელს, წმინდა მოწამეებს დომნინას და მის ასულებს ვირიანეს და პროსკუდიას, ღირს ამონის, ღირს პავლეს, წმინდა მოწამე დავიქდის და მის ასულს კალისთენიას. წმინდა ევდემოზი საქართველოს ეკლესიას მართავდა გამაჰმადიანებული მეფის როსტომ ხანის დროს. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს განმრავლდა სიძვა. შემოვიდა ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანააღრევა. შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან. სამღვდელოებაც კი მიდრეკს კეთილისაგან, რადგან აღარ ეძიებდნენ სულიერებას. მართალ, გულწრფელად ცოდვის მორიდალ ადამიანებს ძლიერ უმძიმდათ ასეთ ყოფაში ცხოვრება, მაგრამ სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს. გაუჭირდა ერის სულიერ მამასაც. მას არ შეეძლო ეცქირა როგორ ეცემოდა სულიერად თავისი სამწყს, როგორ იპყრობდა მტერი ისედაც დაჯეჯგნილ საქართველოს. გულანთებულმა ევდემოზმა რამდენჯერმე შეკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცების სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი გავლენით ცალკეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანობა რომ გავრცელებულიყო. კათოლიკოსი წინაღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებულ გვარიშვილთა სიღრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდას. წმინდანი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა. ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი მარიამი. წმინდა მწყემსთავრის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით ქვეყანაში ისევ ცოცხლობდა სარწმუნოებრივ ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა. კარგად ხედავდა როსტომ ხანი კათოლიკოსის ავტორიტეტს. წმინდა ევდემოზი კი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად. მალე როსტომმა შეიპყრო წმინდანი, მაგრამ ვერაფრით გადეხა, რისთვისაც საპყრობილეში მოაშტობინა. მისი გვამი კი შეურაცხყოფის მიზნით ნარიყალას ციხიდან გადააგდებინა აბანოების მხარეს. ქრისტიანობისთვის წამებული ნედარი კათოლიკოს პატრიარქის გვამი ქრისტიანებმა ფარულად წამოასვენეს და დაკრძალეს ანჩისხატის ტაძარში, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო